მეგობრებო, ვარჯიშის დროს მე ურადღება კამპუს. ვიღაცამ კამპუსში მოიპარა ჩვენი საუკეთესო მეგობრობის კოდექსი. ჯობია ახლავე აღიაროთ, ვინ გააკეთა ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ შარში გაეხვევით. გეუბნები, რომ ეს ჩვენ არ ყოფილვართ. შენ აიღე დილან ეს კოდექსი? რაში უნდა მჭირდებოდეს? მე ვიცი როგორი უნდა ვიყო მეგობრობის კოდის გარეშეც. გუშინ ფრეშთან ერთად ვიყავი პიცერიაში. ო, 4 ყველის პიცა. არც იფიქროთ, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ არ ვიყენებთ თქვენს კოდს. ჩვენც არ აგვიღია. ჩვენ გვაქვს ალიბი, ჩვენ შევქმნით ჩვენი საკუთარი კოდი. ის ჯერ ბოლომდე არ არის დასრულებული, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მალე დავასრულებთ მას. ამინა, ნუ ნერვიულობ. ვიპოვი, ვინც მოიპარა შენი კოდექსი და ძალიან დავსჭი. გოგოებო, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ისინი აღიარებდნენ. ხო, სისულელეა. ჩვენ არ აგვიღია თქვენი კოდი. ჩვენ შენთან ერთად ვიყავით, როცა ის გაქრა. ჩვენ თავისუფლები ვართ ყოველგვარი ეჭვისგან. არც მე ამიღია. დიდი ხანია მეგობრობ შენთან. მე ვიცი, ვინ მოიპარა საუკეთესო მეგობრის კოდი. ვინ? ფაზლ, რამე იცი? კალათბურთელებმა მოიპარეს კოდექსი. როგორ ფიქრობთ, სად არიან ახლა ისინი? ნახეთ, ისინი აქ არ არიან. კალათბურთელები გაიქცნენ. ნამდვილად ისინი არიან. მათი საქმე წასულია. ვინმე კალათბურთელები ახსენა? მე უკვე აქ ვარ. ბიჭები წავიდნენ შეჯიბრზე. მე კი ხელი მტკივა. შეხედე, აქ არის ერთ-ერთი მათგანი. თქვენ მოიპარეთ საუკეთესო მეგობრობის კოდექსი. კიდევ ერთი სიტყვა ჩემს წინააღმდეგ და ამ პენის გადაგარტყავ. იცი რომ ახლა არავინ აღიარებს, მაგრამ ვინც დამეხმარება კოდექსის პოვნაში, მიიღებს $10,000. $10,000? რა თქვა მან? $10,000. ვა! 10,000 მგონი ცოტა ბევრია. იქნებ 1000 იყოს, ჩემი კოდექსი მჭირდება. მზად ვარ მილიონიც კი გავცე. როგორია კოდექსი? მეტყვით?